ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ მერგსა მამისა ზესათასა ნეოფიტეს, ყოლად სამღვდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობისა და მისსა მიმართ ხმობდეთ, ითხოვე მამაო საწადელო, ღვაწლით დამბადებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაი შეუძრელი. ამინ. დღეს ახალი სტილი 10 ნოემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოცეკლო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელს, წმინდა მოწამე პარასკევას, წმინდა მოწამეებს ტერენტის, ნეონილოს და მათ შვილებს, ღირს სტეფანე საბაწმინდელს, კანონ მთქმელს, წმინდა არსენს სერბელ-მთავარეპისკოპოსს, წმინდა მოწამეებს აფრიკიანეს, ტერენტის, მაქსიმეს, პომპიოს და სხვა 36 მოწამეს, წმინდა მღვდელმოწამე კვირიაკეს, იერუსალიმელ პატრიარქს, ღირს იოანე ქოზიბელს, კესარიელ ეპისკოპოსს. წმინდა ნეოფიტე წარმოშობით სპარსი იყო. მე-7 საუკუნეში არაბი ამირა მუმნის ბრძანებით ჩვენ ქვეყანას შემოესია სარდალი აჰმადის ჯარი. ლიახვის ხეობის მოოხრების შემდეგ აჰმადმა ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურდული მცხეთისაკენ გაგზავნა. მათ სარკინეთის კლდეებში გამოქვაბულები დაინახეს და ტყვეებისაგან შეიტყვეს, რომ იქ იყო შიო-მღვიმის მონასტერი, სადაც ცხოვრობდნენ კაცნი, მონანი, ღმრთისანი. სარდლებმა აჰმადს აცნობეს ყოველივე. მან ომარი გააგზავნა მონასტერში. თან ოქრო, მრავალი სამარხი ნივთი გაატანა და ბერებთან დააბარა ელოცათ მისთვის. მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა სიმრავლე უხორცოთა მხედართა ნათლისათა და მათ შორის მოხუცი მონაზონი რიადითა ელვარებითა შესახედავისად. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და მოგრძალებულმა ქცევამ გააკვირვა ომარი. ის მიხვდა, რომ უცხო მხედრები უფლის ანგელოზები იყვნენ. მოხუცი მონაზონი კი მონასტრის წინამძღვარი. ომარმა იქ მოღვაწე ბერების წინაშე აღთქმა დადო, რომ მოინათლებოდა და მათთან დამკვიდრდებოდა. მართლაც მან დაუტევა დიდება, მამული, შიო-მღვიმის სავანეში მივიდა და მოინათლა. მასთან ერთად ქრისტიანი გახდა მისი ორი მონა. ნათლისღების შემდეგ ომარს ნეოფიტე, ანუ ახალი ნერგი ეწოდა. მის მეომრებს კი ქრისტოდოლოსი და ქრისტოფოროსი. ღვთის განგებით ნეოფიტე ურბნისის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინეს მღვდელმთავრად. იგი საოცრად ზრუნავდა თავის სამწყსოზე. შეეწევდა ქვრივობლებს, სნეულებს კურნავდა, შეცდომილებს სწორ გზაზე აყენებდა. მტერმა ვერ მოითმინა სპარსის ჯულის შეცვლა და მოციქულებრივი მოღვაწეობა. მას დეანებმა გადაწყვიტეს მოეკლათ იგი. სალოცავად განმარტოვებულს დაესხნენ თავს. აგინებდნენ, ემუქრებოდნენ, შეურაცხყოფდნენ ნეტარ მწყემსთავას. ურჯულოებმა კარგად უწყოდნენ, რომ ნეოფიტე წმინდა სტეფანე პირველმოწამის სიკვდილის მსგავსად ქვების ჩაქოლვას შენადროდა. ამიტომაც წმინდა მღვდელმთავარსაც ეს განაჩენი გამოუტანეს. სიხარულით აღსილმა ნეოფიტემ ცეცხლთაყვანის მცემლებს განუცხადა. ტკბილ ჩემდა სიკვდილი უღმრთონო, ტკბილ ჩემდა. საწადელ ჩემთა განყოფა იქ კავშირთა უკვდავისა და მოკვდავის არსებისათა. ამიერიდან სისხლითა ჩემითა დავამტკიცო შრომილი ჩემგან წმიდაი ეკლესიაი. გულგასასტიკებულმა მაზდეანებმა მარტვილი ქვებით ჩაქოლეს. წმინდა ნეოფიტეს უკანასკნელი სიტყვები იყო: უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.